სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენ ხშირად საუბრობთ ადამიანურ სიცოცხლეზე, ადამიანურ ცხოვრებაზე. ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამაზე აქცენტის გაკეთება, იმიტომ რომ ღირსებას და ჩვენს ღირებულებას ადამიანურს ძალიან ცუდად ვახურდავებთ უკაცრავად ასეთი გამოთქმისათვის ჩვენს ყოველდღიურობაში. ვფლანგავთ, მცირედით კმაყოფილი ვრჩებით, მცირედით ბედნიერობთ და იმ დიდს და იმ დიათს, რისთვისაც ადამიანია შექმნილი, უგულებელს ყოფთ. და მათ შორის თვითმორწმუნეც კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, იმიტომ რომ როცა ესეთი წანაცვლება ხდება ჩვენში ღირებულებების, ჩვენ გინდა არ გინდა ვივიწყებთ ჩვენს დანიშნულებას, რომლის წვდომა გონებრივად, ლოგიკურად ჩვენთვის აბსოლუტურად შეუძლებელია. მაგრამ თუ ეს დავკარგეთ მარადიული ნამდვილი სიცოცხლის შესახებ ცოდნა და ყურადღება თუ მოვადუნეთ, ჩვენ დავკარგავთ უნარს ვიყოთ კონცენტრირებული იესო ქრისტეზე, მარადიულ ღმერთზე, მარადიულ სიცოცხლეზე, იმიტომ რომ ადრეც გითხარით, მახსოვს, რომ ის წმენა, რომელიც ჩვენ მოგვეზა, ძალიან ესეთი უფაქიზესი ძაფით, უხილავი და უფაქიზესი ძაფით გვაკავშირებს ღმერთთან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს კავშირი უფრო და უფრო გამყარდეს და გამყარდეს. და ამას სჭირდება მთელი ჩვენი შინაგანი რესურსის მობილიზება. განსაკუთრებულად ამაში ჩვენ ვარჯიშობთ, როცა ვცდილობთ, რომ ვილოცოთ. ჩვენ ძალიან ხშირად უშვებთ შეცდომას ლოცვის დროს, როდესაც ლოცვის დროს რაღაცა ნაყოფებს ვეძებთ. ლოცვის დროს ვეძებთ რაღაცა ნაყოფს. გვავიწყდება რა, რომ თავად ლოცვაა ნაყოფი. როდესაც ჩვენ გვაქვს რწმენა იმგვარი, რომელიც გვაიძულებს, რომ ღმერთთან გქონდეს აქტიური კომუნიკაციის სურვილი და ძიების სურვილი, უკვე ეს არის უმთავრესი ნაყოფი. და ჩვენ ამის გარდა დამატებით რაღაცას ვეძებთ. თუ მაინდა-მაინც ნაყოფზე მიდგა საქმე, ვიცით ეს ნაყოფი რა უნდა იყოს, ეს არის ჩვენი მსგავსება უფლისადმი, ქრისტესადმი. ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა გქონდეს ამ სამყაროში და რა წარმატებებიც არ უნდა გქონდეს, ჩვენ მაინც უკმაყოფილონი უნდა ვიყოთ ამ კუთხით. აი გახსოვთ დღევანდელი სიუჟეტი, როცა ადამიანს ყველაფერი აქვს, დიდარი ჭაბუკის შესახებ ის სიუჟეტი იყო დღეს, ყველაფერი აქვს, რაც ადამიანმა შეიძლება ინატროს. მატერიალური შესაძლებლობები, პატივი, დიდება, ზნეობრივი ცხოვრება, რელიგიური ცხოვრება, აი ყველაფერი აქვს. მაგრამ ეთყობა ამ ადამიანში იყო საკმაოდ ისე გონიერება, საკმაოდ სიღრმისეულად ჰქონდა ეს და გონივრულად ხედავს სამყაროს, გონივრულად ხედავს ჯულს, ცხოვრებას და ეს მას არ აკმაყოფილებს და ამიტომ ქრისტესთან მიდის და რაიმე მიწიერს კი არ სთხოვს, არამედ კითხვას უსვავს ძალიან მნიშვნელოვანს, რომ რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული ცხოვრება დავიმკვიდრო. არა და ყველაფერს აკეთებს, მათ შორის იმას, რასაც მისი ძველი გამოცხადებითი ძველი აღთქმის რელიგია ეუბნება. მაგრამ ის ხდება, რომ ეს საკმარისი არ არის. სხვა რამეა, ინტუიციურად. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მისი ინტუიცია, სწორი ინტუიციას უპირატესობა ვერ მიეცა, იმიტომ რომ ქრისტემ ის არჩევანის წინაშე დააყენა და ამ არჩევანს ის ვერ უძლებს. მაგრამ მისი ეს კითხვა, რომ ცხოვრება უნდა მას მარადიული, ეს არის მთავარი კითხვა თითოეული ჩვენგანისათვის. ჩვენ მრავალი რამით ვართ მდიდარი, შეიძლება მატერიალურად არა, როგორც ის დიდარი ჭაბუკი, მაგრამ იმიტომ რომ ყველას არ აქვს ის ნიჭი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ნიჭია, რომელი ნიჭით ხარ მდიდარი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ჩვენ მრავალი ნიჭი გვაქვს ღვთისაგან მოცემული, ამ ნიჭებით მდიდარნი ვართ. ყველაზე მთავარი ნიჭი ეს არის ჩვენი სიცოცხლის ნიჭი, რომ ცოცხლები ვართ, რომ რწმენის ნიჭი მოგვეცა და უამრავი სხვა რა. აი ამ ნიჭებით მდიდარნი კმაყოფილობთ, ბედნიერობთ, ნეტარებთ, იმედით აღსავსე ვართ,
და აი აქ რომ მიხვდები შენ რომ ეს არ არის მთავარი და ეს არ არის მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი მაინც რომ გაკლია, აი ეს არის მნიშვნელოვანი ამ ჭაბუკის კითხვაში. მათ შორის ხას უსვამს მისი რელიგიური ცხოვრება. და აი ეს მისი მატერიალური კეთილდღეობაც გარკვეულწილად ყოველ შემთხვევაში იუდაური შეხედულებით ამ სწორ რელიგიურ ცხოვრებაზე იყო მიჯაჭვული, ჩამოკიდებული, ანუ ღვთისმეგობარი იყო. ყველაფერი რაც მას აქვს, მას მისი ინტუიცია კიდევ ერთხელ მიმეორებს, სწორად მუშაობს და იგრძნობს რომ მთავარი აკლია და ეს მთავარი, ამ მთავარს ქვია სიცოცხლე, რომელიც ჩვენ აი ესე როგორც წეღან თქვი ეს ვულგარულად ცოტა არ უნდა დავახურდაოთ მიწიერ განზომილებაში, მათ შორის არც რელიგიურ ცხოვრებაში. იმიტომ რომ რელიგიური ცხოვრებამ შეიძლება ცოცხალი ღმერთი დაგაკარგინოს. რელიგიური ცხოვრება ეს არის შესამოსელი, აუცილებელი სულიერი ცხოვრების აუცილებელი შესამოსელი, მაგრამ ის შესამოსელია. და არაფერი ფასი არ ექნება ჩვენს რელიგიურობას, ჩვენს წმენას, ჩვენს ეკლესიურობას, ჩვენს ლოცვების კითხვას, თუ ცოცხალი ღმერთი დაკარგე. მასთან კავშირი არ გექნა, მასში არ გარდაიცვალე, იმიტომ რომ დიახაც, სიცოცხლე არის ცოცხალი ღმერთი. ღმერთია სიცოცხლე. ცალკე სიცოცხლე, როგორც ხშირად ვამბობ, ცალკე ღმერთი არ არსებობს, ღმერთია სიცოცხლე. ღმერთი ცოცხალია, ეს ნიშნავს, რომ იგი პიროვნული არსებაა, ეს ნიშნავს, რომ მასთან პიროვნული კომუნიკაცია და ურთიერთობა უნდა გქონდეს, ეს ნიშნავს, რომ შენ მას იცნობდე და ის შენ უნდა გიცნობდეს. როგორ შეიძლება ახლა შენ ღმერთს იცნობდე, მასთან კომუნიკაცია გქონდეს და ეს შენ არ დაგეტყოს, შენ ცხოვრებას არ დაეტყოს, შენ ყოველდღიურობას არ დაეტყოს. შენ როგორ შეიძლება შენ არ შეიცვალო, როგორ შეიძლება შენში კვლავ-ვნებები, ცოდვები ცოცხლობდეს. როგორ შეიძლება შენში კვლავ იყოს დომინანტი ეგოიზმი, ანგარება, შური, უსიყვარულობა, მრისხანება, არასერიოზულობა, არაგონივრულობა, არამოაზროვნეობა. როგორ შეიძლება თუ შენში ღმერთი ცხოვრობს? ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ კიდე რომ ჩვენ სანამ ხორცში ვართ, მანამდე გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა სიკეთის ქმნის. სხვა საკითხია სიკეთე რა არის, ხა ჩვენ როცა საკუთარი სიმართლით ვცხოვრობთ, ჩვენ სიკეთე გონია ის, რაც ჩვენი სიმართლის შესაბამისობაშია და ეს ასე არ არის. სიკეთეა მხოლოდ ის, რაც ღვთისნებასთან თანხვედრია. არავინ არის სახიერ გარდა მხოლოდ ღმერთი დღეს ეუბნება უფალი ამ დიდარ ჭაბუკს. მოძღვარო სახიერო რა იქნა, რომ ცხოვრებამ არადული დაუმკვიდრო. არავინ არის სახიერი, ანუ სახიერი კეთილი. არავინ არ არის კეთილი გარდა ღმერთისა. ანუ სიკეთე მხოლოდ ის არის, რაც ღვთისნებასთან თანხვედრაშია. ეს ალკეთემაა ჩვენ ძალიან ხშირად არ ვიცით, ჩვენ გონია რომ რაღაცას ვაკეთებთ, ეს სიკეთეა. ხშირად თავსაც ვწირავთ. 60 წლიანი პერიოდი განაშორს არის, ახალგაზრდებმა ეს არ იცით, მაგრამ ათეისტების პერიოდი, როცა ათეისტები ცავსე იყო ჩვენი სამშობლო, უზნეო ადამიანები კი არ იყვნენ, უღირსები კი არ იყვნენ. მრავალ ადამიანს თვალის დახამხამება, თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე გაწირავდა თავს მეგობრისთვის, მოყვასთვის, ოჯახისთვის, იდეისთვის, სამშობლოსთვის. მაგრამ ანუ ადამიანს თავის გაწირვაც კი შეუძლია, მაგრამ სიკეთე ამ სიტყვის დიდი გაგებით არის ის, რაც ღვთისნებასთან თანხვედრაშია და ამ გაგებით და ამიტომ თავის გაწირვაც კი არ არის სიკეთე. როგორც პავლე მოციქული ამბობს, მთელი ჩემი ხორცი რომ მივცე დასაწველად. ანუ მოწამეობრივ ღვაწლზე საუბრობს, მაგრამ სიყვარული თუ არ მექნება, არაფერი ვარ, პავლე მოციქული ამბობს. სიყვარული ამ შემთხვევაში არის სწორედ ის ღვთისნება, სადაც დომინანტია, ღვთისნების აღსრულება, სადაც არსებობს. ხო და აი ადამიანი სიკეთეს და ბოროტებას, ან სიკეთეს აკეთებს ამ ბოროტებას და დიდი გაგებით სიკეთე ღვთისნებასთან თანხვედრაში უნდა იყოს და მხოლოდ ის არის სიკეთე და რაც ღვთისნების საწინააღმდეგოა, ყველაფერი ბოროტებაა საბოლოო ჯამში. მაგრამ ადამიანი სიკეთესა და ბოროტებას არჩევან შორის და რომ არის სულ მერყეობს და ხან სიკეთეს აკეთებს, ხან ბოროტებას და კიდევ ერთხელ ხას უსვამს, სიკეთეს ვერ გააკეთებს, თუ ღვთისნება არ იცის, თუ არ იცის ღვთისნება, ადამიანს არ შეუძლია სიკეთის კეთება. თუნდაც ღმერთის გვერდზე იყოს, როგორც პეტრე მოციქულს ემართებოდა რამდენჯერმე, თქვა სახარებაში რაც გვაქვს. ეს ხო ჩვენ სამაგალითოდ დაიწერა. ქრისტეს გვერდზეა ადამიანურ
სიკეთეს აკეთებს და უფლისაგან მხოლოდ შერისხვას იღებს. და აი როცა ადამიანი სიკეთესა და ბოროტებას შორის ესე ირიყება თავისუფალი არჩევანით და ხან სიკეთეს აკეთებს, ხან ბოროტებას სიკეთის კეთების შესაძლებლობაც აქვს და ბოროტების და არჩევანს თვითონ აკეთებს, ეს როდის ხდება? სანამ ადამიანი ხორცში იმყოფება. ხორცი როგორც ინსტრუმენტი ან სიკეთის ან ბოროტების გაკეთებაში, ან სიკეთის და ბოროტების რეალიზებაში. ხორცი როგორც ინსტრუმენტი. ხორცში მყოფი ადამიანს შეუძლია ან სიკეთი აკეთოს ან ბოროტება. ხოლო როცა ადამიანი გარდაიცვლება, ის უკვე ნაყოფებს იმკის თავის ცხოვრებიდან გამომდინარე. და ამიტომაც სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ხაზგასმით ამბობს, რომ მოვასწროთ ჩვენი პიროვნების რეალიზება სანამ ხორცში ვართ, იმიტომ რომ აქედან რო გავალთ, ჩვენ აღარ გვექნება შესაძლებლობა სიკეთის ან ბოროტების კეთების. ვერც სიკეთეს გააკეთებ და ვერც ბოროტებას. მერე უკვე დადგები ფაქტის წინაშე. მერე აღმოჩნდება ვინ ყოფილ ხარ შენ, როცა წარდგები ღვთის წინაშე. და ამიტომ ეს ნამდვილი ცხოვრება, რა თქმა უნდა არის ის ცხოვრება, რომელიც ღმერთია, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, კი ბატონო ვთქვათ ესე, მაგრამ რომელიც თავად ღმერთია. ეს არის ნამდვილი ცხოვრება. და როდესაც უფალი ამ მდიდარი ჭაბუკის არასწორ რეაქციაზე იტყვის, რომ მდიდარი ძნელად შევა სასუფეველში, კიდევ ერთხელ მიმეორებ, აქ არ იგულისხმება მილიარდელი. აქ იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კმაყოფილია თავისი ნიჭებით, რომელიც აქვს და მას აქვს ილუზია, რომ ეს ნიჭები მას ავტონომიურად აქვს. სიცოცხლე ავტონომიურად, ნიჭები ავტონომიურად, შესაძლებლობები ავტონომიურად, წარმატებები ავტონომიურად. თვითონ აქვს ეს ყველაფერი. ეს არის მდიდარი ადამიანი. ამ გაგებით. და უფალი ამბობს, რომ ასეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ილუზია, რომ ეს ყველაფერი ავტონომიურად მას გააჩნია, ასეთ ადამიანს აქლემს უფრო გაუვალბილდება ნემსის ხვრელში გაძრომა, ვიდრე ასეთ ადამიანს სასუფეველში შესვლა. და უკვირთ მოწაფეებს, იმიტომ რომ ეს ადამიანი მდიდარი იმიტომ არის, რომ მასზე ღვთის წყალობაა, ჯერ სიცოცხლე როა თუ ჯამთელია თუ რაღაც ყველაფერი რაც აქვს მოკლედ, ყველაფერი რაც აქვს ეს ხო ღვთისგანაა და ღვთისგანა აქვს მართლა. და თუ ყველაფერი ღვთისგანაა, თუ ღმერთის წყალობაა მასზე და ვერ შევა სასუფეველში, აქლემი უფრო ადვილად გაძრობა ნემსის ხვრელში, ნიშნავს, რომ ეხლა აქლემი როგორ გაძრობა კაცო ნემსის ხვრელში და ვერ შევა სასუფეველში. და აი აქ კითხვას უსვამენ, რომ კი, მაგრამ ვის ხელეწიფების ცხოვრებად, ვის აქვს შესაძლებლობა, ძალაუფლება, რომ სიცოცხლეში შევიდეს. ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის. იმიტომ რომ ამაზე უფალი პასუხს როგორ აძლევს? არა კაცო, ხო, მაგრამ მაინც პრობლემა არ არის, მაინც შევა, არა. შეუძლებელია, მე უფალი ამბობს, შეუძლებელია ადამიანის შესვლა სიცოცხლეში. მაგრამ მე იმედის მომცემი სიტყვები ის არის, რომ შესაძლებელია ღმერთის მიერ. თან ეს ყველაფერი აქვე უნდა მოესწროს, როგორც გითხარით. აქვე უნდა რეალიზდება, ჩვენი რეალიზება აქვე უნდა მოხდეს. ამიტომაც არის, რომ ჩვენ სულიერ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და არა ზედაპირულად. ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ ჩვენ განსაცვიფრებელი განძი მოგვეც, აი სულ გეუნებით ყოველდღე, რომ იღვიძებთ, პირველი გაიხსენეთ, რა მოგცათ ღმერთმა. თქვენ მოგცათ ღმერთმა რწმენა ჭეშმარიტი ღმერთისა. თქვენ ხართ ქრისტიანები. თქვენ ხართ მის მიერ დაარსებული ეკლესიის ცოცხალი წევრები, უჯრედები, ცოცხალი ქვები, როგორც გინდა თუ როგორი სიმბოლიკაც გინდა აიღოთ, ორივე სიმბოლიკა ქრისტიანულია. და ეს ყველაფერი მოხდა არა იმიტომ, რომ თქვენ რაღაცა უფრო კარგები ხართ, ვიდრე ისინი, ვინც ეკლესიაში არ არის, ვისაც რწმენა არ აქვს. თუ სიღრმისეულად ჩაუფიქრდებით, ვერ მიხვდებით, რატო დაგასაჩუქრად ღმერთმა ასე. ჩვენგანს მრავალი ცოდვები ქონია, სანამ ეკლესიაში მოვიდოდით. და შესაბამისად, რაც მეტი ცოდვა ქონია ადამიანს, კიდევ უფრო მეტი მადლიერება აქვს. მადლიერება იმის გამო, რომ მომეცა და არ ვიცი რატომ მომეცა,
მადლიერება იმის გამო, რომ უღმერთობის გამო ცოდვაში ვიყავი და მაინც მომეცა. გესმის, მადლიერების განცდა. ეს მადლიერების განცდა გაქვს კიდევ მაშინ, როდესაც შენი რწმენის შესაბამისი გამოცდილება გქონია გულის სიღრმეში და იცი ეს რა საოცრება არის. და ეს შეუძლებლობა ღმერთთან ყოფობის, ანუ სიცოცხლეში მყოფობისა, როგორ ხდება შესაძლებელი ღმერთის მიერ, ამის გამოცდილებას, რომ ცოტათი გვაქვს გულის მიერ. და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პასუხისგებლობა, რომელიც თქვა აი დილიდან რო იწყება რა, რომ ადამიანი იღვიძებს და იხსენებს იმას თუ ქრისტიანი რომ არის და მადლიერებით ახსავს ღმერთს, რომ მადლობას ეუნება. როგორი ყოფითი პრობლემებიც არ უნდა ქონდეს, მადლობა ღმერთო, რომ მე ქრისტიანი ვარ და რა თქმა უნდა მარტო ამ გახსენები და ამ სიტყვიერი მადლიერებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს ჩვენი მადლიერება, ასე ვთქვა და ამიტომაც აი დღეს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ, ეს მეოთხე თავია პავლე მოციქულის ამ შეგონებებს და არიგებებს, თუ რას ნიშნავს იყო მადლიერი, რას ნიშნავს გაიაზრო, რომ შენ გინდა ნამდვილი სიცოცხლე და არა ის სიცოცხლე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურობაში ვხედავთ, სიცოცხლე, რომელიც თავად ღმერთია, ანუ ჩვენ გვინდა ღმერთი, ჩვენ ნაკლებზე თანახმა არა ვართ და პავლე მოციქული გვეუბნება, რომ თუ შენ გინდა რომ ასე იცხოვრო, მაშინ და გვეუბნება, შეგაგონებთ, მოიქეცით ისე, რომ ღირსი იყოთ იმ მოწოდებისა, რომლითაც მოწოდებულნი ხართ. ღირსი, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ღმერთის შვილი უნდა ცხოვრობდეს. ეს არის, ხო, ჩვენი მოწოდება. ღმერთის შვილათა ვართ მოწოდებული, მადლით ღმერთობისთვის ვართ მოწოდებული. ახლა როგორია ეს? რას ნიშნავს ღმერთის შვილი ვიყო? და აგრძელებს მთელი თავდაბლობით, სიმშვიდით, სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულით. რა თვისებებია ეს? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. თავდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება, სიყვარული, ეს არის ღმერთის თვისებები, რომელიც აჩვენა მან თავად, როცა ადამიანად მოვიდა და თქვა კიდევაც, როგორ რა უნდა ვისწავლოთ მისგან და ეს თვისებები აქვს ჩამოთვლილი. ეცადეთ შეინარჩუნოთ, რატო ეცადეთ? იმიტომ რომ რთულია ადამიანებს შორის სიყვარულის არსებობა, ძალიან რთულია. ჩვენ ხო ვიცით ეს? ჩვენ მაგალითზე, ოჯახის წევრების მაგალითზე, მეგობრების მაგალითზე, სამრელო ცხოვრების მაგალითზე, ჩვენი სამშობლოს მაგალითზე ჩვენ ბრაზობთ ერთმანეთზე. ჩვენ ვერ ვიტანთ ერთმანეთს ხშირად. ჩვენ ლანძღავთ ერთმანეთს. და სინამდვილეში სასაცილოა, ეს ღმერთი რო გვიყურებს ზემოდან, მე მგონი აი სულ ფიქრობ ხოლმე, რომ ქართველებს იმდენი ცუდი გვაქვს ჩადენილი ბოლო 100 წელიწადში, რომ როგორ არ გავქრით ამ ამ სამყაროდან საერთოდ და ბოლოს 10 წელიც კიდე ამას და დღემდე ამას ვადასტურებთ, მაგრამ მე რაღაცა ესეთი განცდა მაქვს, რომ ამის მიზეზი, რომ ჩვენ გვტოვებს ამ სამყაროში და ღმერთს ჩვენი იმედი ჯერ კიდევ აქვს, მე ვფიქრობ არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვაგინებთ და ვლანძღავთ, მე მგონი მაინც გვიყვარს ერთმანეთი, შიგნით. და აი ერთის ხრივ ძალიან ემოციურები ვარ და პატარა ნაპერწკალია და ერთმანეთს დავერევით და ვხოცავთ, მაგრამ ისე პატარა რაღაცა საჭირო და ერთმანეთს ვეხუტებით. და მე ვფიქრობ, რომ აი ეს უნარიც გვაქვს ჩვენ და ღმერთი გვიყურებს ამას და პოტენციაში ხედავს უნარს ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარულისა და შეიძლება ჩვენ ერთმანეთს ვლანძღავთ, უფალს ეღიმება, რომ ხედავს, რომ ჩვენ სინამდვილეში რაღაცა პრობლემა გვაქვს, სხვა რამეა ეს პრობლემა, სხვა რამეშია და არა მაინდა-მაინც ერთმანეთისადმი სიძულვილი. ჩვენი თავარი შეცდომა ის არის, რომ ჩვენ სინამდვილეში ერთმანეთი გვიყვარს და ამ სიყვარულს გვერდზე ვწევთ და ერთმანეთს ვჭამთ და მე მგონი უფალი გაანკურნავს ჩვენსან აი ამ რაღაც დროებით ავადმყოფობას და იმიტომ არ გვსჯის, რომ ჩვენში ხედავს აი ამ პოტენციას. ჩვენში ხედავს ამ პოტენციას, რომ ერთმანეთი გვიყვარს. ეს არის. და აი როცა ჩვენ საუბრობთ, რომ თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენი მთავარი თვისება უნდა იყოს თავდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება და ერთმანეთი უნდა შევიწყნაროთ სიყვარულით. თუ ჩვენ გვინდა ნამდვილი სიცოცხლე. ეცადეთ პრაქტიკაში ეს, შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით, სულის
ერთობა მშვიდობის საკვრელით. და მე აგზელებს ერთი სხეული, ერთი სული, როგორც მოწოდებულნი ხართ კიდევაც თქვენი ხმობის იმედით. ანუ აქ რა თქმა უნდა მინიშნება ეკლესიას. ამიტომაც ის პოტენციაში რაც გვაქვს ჩვენ ერთმანეთისადმი სიყვარული, პოტენციაში არსებული ერთმანეთისადმი სიყვარული რეალიზდება ეკლესიაში. ამიტომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ ყველანი შემოდით ეკლესიაში. შემოდით არა ტაძარში ფორმალურად, არამედ ქრისტეში შემოდით. გაერთიანდით ქრისტეში ყველანი. და დამერწმუნეთ, რომ ის პოტენციაში ჩვენში არსებული სიყვარული რის გამოც ღმერთი არ გვწირავს და ჩვენ სახელმწიფოებრიობას გვინარჩუნებს, რომ ამ სახელმწიფოში ქრისტეს ეკლესია იყოს და იქ ადამიანები გადარჩნენ. ამ ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ ჩვენში ხედავს ამ პოტენციას ერთმანეთისადმი სიყვარულისა, რომელიც რეალიზდება ქრისტეში. მე აგზელებს ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლისღება, ერთი ღმერთი და ყოველთა მამა, უზენაესი, მოქმედი ყოველთა მიერ და მყოფი ყველაში. ჩვენ ონტოლოგიური ერთობა გვაქვს ერთმანეთისადმი. ამ ჩვენ ერთობას ონტოლოგიური არსობრივი საფუძველი აქვს. ეს გარეგანი რაღაცა ქიშპობანი მეასე ხარისხოვანია. და თან ყველა თქვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტეს მიერი ნიჭის ზომისაებ. ყველაში არის ეს ნიჭი და ეს მადლი. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი დანიშნულება როგორც ადამიანებმა შევასრულოთ და გქონდეს ნამდვილი სიცოცხლე, ჩვენ უნდა ცნობიერად გვესმოდეს ეს რას ნიშნავს და შესაბამისად ვცხოვრობდეთ. და რაც შეეხება ჩვენს სამშობლოს და ჩვენ ქართველობას, ყველა ერთს თავისი პატივი და დიდება აქვს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ვწირავდით თავს ქრისტესათვის და ვინარჩუნებდით სარწმუნოებას. ჩვენ გვერდჩივნა მომკვდარიყავით, ოღონ ქრისტე არ დაგვეკარგა. ესე გვიცხოვრია სულ და ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ დღემდე მოვედით. ერთი და მეორე, რატომ ვიყავით ასეთები? რატომ არ უღალატეთ ქრისტეს? ხანდახან ისტორიას რო გადახედავთ, ეხა ისტორიკოსობას უფრო მეტად იციან, ისინი ხედავენ, რომ ჩანს, რომ ზოგ შემთხვევაში უაღრესად მომგებიანი იყო თუ უარს ვიტყოდით მართლმადიდებლობაზე. მაგრამ ჩვენ მაინც არ ვამბობდით უარს მართლმადიდებლობაზე. აი ეს არის თვისება, ყველას რო რაღაც თავის თვისება, ჩვენი თვისება ეს იყო. და შეიძლება აი ამ თვისების გამო, არ ვიცი, მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს. ამიტომ ჩვენში კიდევ ვიმეორებ არის პოტენციაში სიყვარული ღვთისაც და ერთმანეთისაც. შეიძლება ეს არის პოტენციაში, არ არის ბოლომდე რეალიზებული, მაგრამ პოტენციაში რადგან არსებობს, ღმერთს ჯერა ჩვენი, ღმერთს იმედი აქვს ჩვენი, რომ ჩვენ ერთხელაც ჩვენში ეს ყველაფერი გაცოცხლდება. და ვიქნებით სამაგალითო ყველასთვის, მთელი სამყაროსთვის. ამიტომ გავაცოცხლოთ ის, რაც ჩვენშია. გვიყვარდეს ქრისტე თავგანწირული ერთგულებით, ვაპატიოთ ერთმანეთს ყველაფერი აბსოლუტურად და ერთმანეთი გვიყვარდეს ასევე. ეს ჩვენი ძალაა, ჩვენ ამით გადავრჩებით. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.